მოგესალმებით, ეთერშია რუბრიკა ინოვაციური ეკონომიკა. დღეს ვსაუბრობთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსზე, საკანონმდებლო მექანიზმზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა და მიზნად ისახავს სტარტაპებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებასა და მათი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიმართულია ინოვაციური ბიზნესების, მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური სექტორის განვითარებისკენ. პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა მნიშვნელოვნად გაიზრდება. აქტიური სტარტაპების რაოდენობა 2000 მიაღწევს, სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 26,000, ხოლო მოზიდული ინვესტიციები 11 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ დღის მდგომარეობით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს 11 ქართულ კომპანიას. რა შესაძლებლობებს ქმნის აღნიშნული სტატუსი პრაქტიკაში და როგორია მისი გავლენა სტარტაპ ეკოსისტემაზე, ამ თემებზე უფრო ვრცლად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს ავთანდილ კასრაძეს ვესაუბრეთ. ავთო, მოგესალმები, მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ განმარტებით, რა არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში. გამარჯობათ, მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ამ პროცესში ინოვაციური სტარტაპები არის რა თქმა უნდა მთავარი მამოძრავებელი ძალა. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მოპოვება რა თქმა უნდა არ არის მარტივი. ინვესტიცია არის მოთხოვნილი, რომ პირველი საწყისი ინვესტიცია მას უკვე მიღებული უნდა გქონდეს, ანუ ის არ უნდა იყოს მხოლოდ იდეის დონის სტარტაპი და კიდევ უფრო რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინვესტიციაც კვალიფიციური უნდა იყოს, ანუ ნებისმიერი ინვესტიცია არ ითვლება ინვესტიციად. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. ამის შემდეგ კიდე ძალიან ბევრი რთული კრიტერიუმია იმისთვის, რომ ჩვენ სწორად აღმოვაჩინოთ, რომ ეს არის მართლაც ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებადობის პოტენციალის მქონე ინოვაციური სტარტაპი. კონკრეტულად რო ავხსნათ, როგორ იცვლება სტარტაპის საქმიანობა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღების შემდეგ? სტარტაპის სტატუსის მიღება ნიშნავს, რომ შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან გაცემული ხელფასები მის ნებისმიერ თანამშრომელზე გათავისუფლდება სრულად გადასახადისგან. მოგეხსენებათ, რომ საშემოსავლო გადასახადი არის 20% საქართველოში, ხოლო ქართული ინოვაციური სტარტაპების 0. მნიშვნელობა რა აქვს ამ პირველი 3 წლის განმავლობაში, რამდენად სწრაფად გაიზრდება. კიდე რამდენ ადამიანს დაასაქმებს. ყველაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. მადლობა, რომ დავუბრუნდეთ შეღავათებს და რომ დავაზუსტოთ, ეს შეღავათები ეხება მხოლოდ ხელფასებს თუ სხვა მიმართულებითაც არის რაიმე შეღავათები? პირველი 3 წელი ეხება მხოლოდ ხელფასებს. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი 3 წელი ჩვენ ვსაუბრობთ სტარტაპის საწყის ეტაპზე და არარელევანტურია მოგების გადასახადი. საქართველოში მოგეხსენებათ, რომ გაუნაწილებელი მოგება ისედაც არ იბეგრება, ესტონური მოდელი არსებობს, შესაბამისად აქ 0 საჭიროება იყო. სტარტაპების სტატუსი 3 წლის შემდგომ კიდე შეიძლება გაგრძელდეს. თუ გაგრძელდა შემდგომი 3 წელი, აქ არის მოთხოვნა, რომ მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა იყოს და მათ შორის კვალიფიციური ინვესტიცია 30% ამ 5 მილიონის როგორც მინიმუმ. სტარტაპმა აწია შემდგომი რაუნდი ინვესტიცია, მას გაუგრძელდება შემდეგი 3 წლით, ამ შემთხვევაში არის 5% საშემოსავლო გადასახადი და 5% მოგების გადასახადი. თუ შემდგომ ამ მთლიანობაში 6 წლის გასვლის შემდგომ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია აწია სტარტაპმა, კიდევ 4 წლით გაუგრძელდება და ამ შემთხვევაში უკვე 10%-იანი საგადასახადო რეჟიმი იქნება, როგორც საშემოსავლო ნაწილში, ისე მოგების გადასახადის ნაწილში. რამდენად აძლიერებს ეს ინიციატივა საქართველოს პოზიციას როგორც რეგიონულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბს? თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ეს რეფორმაც ამისკენ იყო მიმართული. რა თქმა უნდა არის ურთულესი, იმიტომ რომ დღეს არ არსებობს სახელმწიფო არსად, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე არ არის ფოკუსირებული. ჩვენი უპირატესობა არის სწორი, ასე ვთქვათ, მენეჯმენტი ამ პროცესის, მთავრობის სწორი მხარდაჭერა და ინსენტივები, რაც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს ქმნის არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ძალიან დიდი დაინტერესება სწორედ აი ამ რეფორმამ გამოიღო, ყურადღება მივიწყარით მთელი ევროპული სტარტაპების მხრიდან, იმდენად კარგი, ასე ვთქვათ, პაკეტი გვაქვს უცხოური სტარტაპებისთვის. მოლოდინები არის დადებითი, თუმცა საინტერესოა, რა იქნება მთავარი მაჩვენებელი, რომ დავინახოთ სტატუსის ეფექტურობა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ქართულმა სტარტაპებმა დაახლოებით 700 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია უკვე ქვეყანაში შემოიღეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე მილიარდს უნდა გადააჭარბოს
რამდენიმე წელიწადში ქართული სტარტაპების მიერ მიღებულმა ინვესტიციამ ჩვენს ქვეყანაში. და რაც ყველაზე მთავარი არის, რაც საბოლოო ჯამში პირდაპირ უნდა აისახოს თლიანში და პროდუქტზე, იმიტომ რომ ინვესტიცია შეიძლება სხვა ქვეყნებში დაიხარჯოს, სხვა ქვეყნებში ზრდას მოხმარდეს და მაინდა-მაინც ჩვენს ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ შემოსავალი ეგრეთ წოდებული turnover-ი, რომელიც ქართულ სტარტაპებს დააგენერირებს ქვეყანაში, რომელიც არის პირდაპირ ქართული კომპანიის turnover-ი და შესაბამისად ჩვენი ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია, აქ ვფიქრობთ, რომ თლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2%-მდე შეიძლება ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპებმა უზრუნველყოს თლიანი შიდა პროდუქტის 2% ასე ვთქვათ დაკმაყოფილება. ძალიან ბევრ საჭირო და საინტერესო საკითხს შევეხეთ და ინტერვიუს დასრულებამდე უნდა ვისაუბროთ ორიოდე სიტყვით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზეც. რა როლს ასრულებს ის დღეს რეგიონში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში და რა არის მისი მთავარი მიზანი? ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვათ, რომ არის რეგიონში უნიკალური ტექნოლოგიური ჰაბი. პირველ რიგში აქ არის ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური და სამეცნიერო მუზეუმი. ეს არის 100% ინტერაქციული ექსპონატები, სადაც ადამიანები არსად არ მიდიან და მხოლოდ არ უყურებენ. ინტერაქციას აკეთებენ, ხელით ეხებიან და იგებენ მისი ხილის ქმედება, ფიზიკის, ქიმიის კანონი, ელექტრონიკის კანონი, როგორ ხდება ეს ყველაფერი და შესაბამისად სწავლება ხდება ინტერაქციით, რაც განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ მომავალთაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ესეთი მეთოდით უზრუნველყოთ მათი შეყვარება ტექნოლოგიებისადმი, ინოვაციებისადმი. თითო ბავშვს შეუძლია სამი მიმართულება აირჩიოს და მასწავლებლის გარეშე ერთიან სივრცეში ესენი სწავლობენ ამ მიმართულებას. წარმოუდგენლად აბსოლუტურად სხვა შედეგის მომტანია შემდგომ ინოვაციური კომუნიკის შექმნისთვის და ჩამოყალიბების, როდესაც ბავშვობიდან სწორედ ესეთი კრეატიული ნიჭს, ასე ვთქვათ, წავახალისებთ ჩვენს მომავალთაობაში. ნებისმიერი ინოვატორს ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და იფიქროს ინოვაციური ბიზნესის განვითარებაზე. რუბრიკა ინოვაციური ეკონომიკა ამით დასრულებულია, მომავალ კვირას დაუბრუნდებით.